მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ აქ ვნახოთ ამ არხზე, სადაც მოკლე გაშლები გვაქვს. შენ რა ენერგიებში ეხლა იმყოფები და როგორ ეს ენერგიები მოქმედებს შენს მამაკაცზე და თქვენს ურთიერთობაზე, თქვენს პარტნიორზე, ხო, ასე დავარქვათ. მე ეხლა ეს მინდა ძალიან გავაკეთო, იმიტომ რომ მე უკვე ვინც უყურებს ჩემს გაშლებს, ჩემს დიდ არხზე, ანუ სადაც არის ბევრი გრძელი გაშლები და გარჩევები, ტაროს მეშვეობით ჩვენ იქ ვარჩევთ სიტუაციებს, ხო? აი იქ უკვე ვთქვი, რომ აი ძალიან მინდა, რომ ეხლა ჩვენ გადავერთოთ ცოტა სხვა რამეზე, უფრო ჩვენ ქალურ ენერგიებზე, იმიტომ რომ მხოლოდ ქალი მართავს ურთიერთობას, ფულს და ყველაფერს აბსოლუტურად. ამიტომ ვნახოთ ეხლა ჩვენ თან უბრალოდ აი ეს ტრენინგიც რომ მქონდა ხა გოგოებთან, აი ძალიან დიდი აი მაგარი შედეგი მივიღე, ამაზე ვარ აფრთხილანებული და ამაზე ყველგან უკვე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მახარებს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვეტეთ რომ შევქმნათ ანუ სკოლა, ქალთა სკოლა, სადაც მე ვასწავლი ყველაფერს აბსოლუტურად ენერგიებსაც, როგორ უნდა იყო ამ ზუსტად ამ ქალურ ენერგიებში რა, რომ ყველაფერი სიუხვე და ბედნიერება შენსკენ წამოვიდეს. ნუ მოდით ახლა განვიხილოთ, ვნახოთ ახლა თქვენ როგორი დედოფალი მოვა ჩვენთან, რა ენერგიაში ხართ ახლა და მე უკვე ვკითხოთ ახლა ტაროს ეს თქვენი ენერგიები რამდენად და როგორ მოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე და თქვენს პარტნიორზე. ვნახოთ ახლა ჩვენ პირველ რიგში, ანუ ან და მოდით აქედან მიწევთ, აქედან ავიღებ ზემოდან ახლა მე და მოვძებნე ჩვენს ქალს. ნუ იმპერატრიცა გამოვიდა, ეგრევე გამოვიდა იმპერატრიცა, ნუ ახლა ეჭვს არ მეპარება, რომ ჩემთან არიან მარტო იმპერატრიცები, მაგრამ სხვათა შორის მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ხართ ამ თქვენი პარტნიორის, ამ პარტნიორების შემქმნელი. ანუ ნახეთ, ეხლა შეიძლება თქვენ გქონდა ცხოვრებაში, აი მოდით ეხლა საჯარო გაშლა, ამიტომ ვიტყვი, რომ შეიძლება ზოგს რამდენიმე პარტნიორი ყავდეს, ზოგს ყავდეს შეიძლება ერთი პარტნიორი, მაგრამ აი ზუსტად მაგ ადამიანთან შეიძლება არაადვილი ურთიერთობაში თქვენ გაიზარდეთ, თქვენ შეიცვალეთ, თქვენ სულ სხვანაირი გახდეთ, თქვენ მივხვდეთ, რომ ეს მე ქალი ვარ და მე ეს ბრძოლები ასე წელი არ მინდა, მაგრამ შეიძლება даже აქ ვთქვა, რომ მადლობელი ხართ იმისი, რომ თქვენ ცხოვრებაში იყო ეს ადამიანი, იმიტომ რომ ნახეთ, კვერთხების დედოფალის ენერგიაში იმყოფებით, ვაიმე ღმერთო, რა სექსუალური ენერგიები გაგიჟდებით. აქ უმრავლესობა შეიძლება даже ნახეთ, არც იცოდეთ, არც გეგონათ, რომ თქვენში არის ამდენი სექსუალური ენერგია. სექსუალური ენერგია ეს არ არის, ეს არის ფულის ენერგია იგივე, ანუ ეს არის ქალის მიმღების ენერგია, როცა ქალი ნამდვილად იზიდავს ყველაფერს თავის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ანუ მაგარი, იმიტომ რომ აქ ქალმა გააკეთა ბევრი რამე, თქვენ გადიხართ ეხლა უკვე შემოქმედების ასე ვთქვათ ენერგიებში რა, როცა თქვენ თვითონ თქვენში აღმოაჩინეთ რაღაცა. ნუ ყოველ შემთხვევაში ნახეთ ეხლა რა ხდება, უეჭველი ეხლა აქ იქნებიან გოგოები ან თავის თავზე ვინც მუშაობს, ან ნუ თქვათ ჩემი ტრენინგის გოგოები უეჭველი აქ არიან, იმიტომ რომ ნახეთ, აქ თქვენში ეხლა იხსნება ის განახლებული რაღაცა ენერგია, რით თქვენ ახლა უნდა დააკავერეთ, თქვენ რაღაცნაირად შეიცვალეთ, ხო? თქვენ რაღაცნაირი აი სხვანაირი გახდეთ. თქვენ ეხლა ანუ უყურებთ ეხლა სამყაროსაც სხვა თვალით. თქვენ ეხლა შეიძლება არც იცოდეთ თუ ასეთი მიმზიდველი იყავით. აქ 1000%-იანი არის, ნუ ვინც შემაყურებლები არიან ყოველ შემთხვევაში, გოგოები, ვინც მართლა იმ ადღიან ტრენინგზე იყო ჩემთან, იმიტომ რომ მართლა ბევრი რამე აღმოაჩინეს და მე სხვათა შორის ძალიან სიამოვნებს, რომ აი ვაკეთებო გაშლები იმათთვის, ვინც მერე მოდის ჩემს სივრცეში და ჩემთან ერთად ვითარდება და ჩემთან ერთად მიდიან, რატო ახლა ვაძლევს ჩემს თავს უფლებას ამის თქმის, იმიტომ რომ მე მთელი ცხოვრება სულ ჩემს თავზე ვმუშაობ და ბევრი რაღაცა პრაქტიკებიც მაქვს გამოყენებული და შედეგი მაქვს, აი რაღაცა სასწაული და რა თქმა უნდა სიამოვნებით მაგას ვუზიარებ და იმ გოგოებს, ვინც ახლა იყვნენ ჩემთან, 67 გოგო იყო, მგონი თუ მეტი არა, ვისაც ერთად ჩვენ ეს გავიარეთ ადღიანი გზა და ნამდვილად თქვენ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აქაც ხარ და მიყურებთ და იცოდეთ,
რომ თქვენში დაიწყო გახსნა ამ ქალური ენერგიების, იმიტომ რომ აქ არის ქვერთხების დედოფალი, აქ არის მე-15 არკანი, 0 და პლუს კიდე ძალის არკანი. ნახეთ რამ ხელა ძალის არკანი მოდის აქ, როცა თქვენ, ანუ ის რაც იყო თქვენში დახურული, ეს ძალა ქალური თქვენ ამას ხსნით უკვე, გამიგეთ? უკვე თითქოს აი რაც იყო დიდი ხანი შეიძლება ვთქვათ, ან უკვე ფიქრობთ რა გავაკეთო იმისათვის რომ გავხსნა ეს, ხო, ჩემი ქალური სიძლიერე სადევს რა არის ეგა, ხო? შეიძლება ზოგი საერთოდ ახლა დაიწყო პირველად ფიქრი იმაზე, რომ ანუ რას ნიშნავს ახლა ეს სექსუალური ენერგია თუნდაც და ამაზე აუცილებლად ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს ტრენინგი, ну კურსი უკვე დავარქვი, ტრენინგი გქონდა ჩვენ ახლა კურსი იქნება, სადაც უამრავ პრაქტიკას მოგცემთ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან დახურული, ნახეთ დახურული აქვს ზოგს ახლა ეს ენერგიები და ნამდვილად არ იციან რა გავაკეთო, არ იციან როგორ უნდა გავხსნა, არ ვიცი. გამიგეთ? აი ზოგი იქნება აქ ის გოგოები, ვინც უკვე იციან, ზოგმა იცის, რომ უკვე უნდა გავხსნა. შეიძლება კიდე აქ როგორი იქნება სიგნიფიკაცია იმისთვის, რომ იმ გოგოებისთვის, ვინც ეხლა დაიღალა უკვე, ანუ მამაკაცებთან ბრძოლეთ, იმიტომ რომ უკვე გრძნობს, რომ მე ვარ ანუ სათანადო მჭირდება პარტნიორი, როგორიც აი მე უკვე ჩემ თავზე იმდენი რამე მაქვს გამოვლილი, რომ ნამდვილად ვარ ღირსი იმისათვის, რომ მოვიზიდო ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი და ისეთი პარტნიორი, ვინც დაინახავს ამ ჩემს სექსუალურობას, ვინც დაინახავს ამ ჩემს თქვათ ახლა ну ეს გაღვიძებულ ენერგიებს, ან ნამდვილად აი აქ ზოგი ფიქრობს, რომ მე არ ვიცი როგორ გავაკეთო, მინდა ნამდვილად მინდა ვიყო მიმზიდველი, მინდა ნამდვილად რომ ჩემთან შემოვიდეს ისეთი ადამიანი, ვისთანაც მე ვიქნები მართლა ბედნიერი. ну პირველ რიგში რა თქმა უნდა შენ თამთან უნდა იყო ბედნიერი თუ ეს გინდა. კი, აი ნახეთ ქალური ენერგიები თქვენში ძალიან აი კი, აი აქ არის როგორი მომენტი. პირველ რიგში რას გვეუბნებიან, რომ თქვენ შეიძლება აი ეს რომ გაღვიძებული ენერგიები ვისაც არ აქვს, თქვენ ამას უბრალოდ ვერ სწავლობთ და მამაკაცები იმიტომ ვერ ხედავენ თქვენ, ვერ ხედავენ თუ დაუშვათ თქვენ ეგრე ხართ, თქვენ კი ელოდებით სიყვარულს და მამაკაცს, მაგრამ არ სწავლობთ, აი აქ ზოგი არ სწავლობთ და ფიქრობს, ოღო ვისაც სჭირდები ის მოვიდეს, ვისაც არ სჭირდები და წავიდეს და ასე წავა და მოვა. და ანუ შენ როცა ისწავლე და როცა შენ მიხვდები და მიიღებ იმ ცოდნას, რომ შენ ნამდვილად როგორ უნდა მართო შენი ენერგიები, აი მაშინ შემოვა შენი ბედნიერება. აი მოდის თქვენთან ეს ბედნიერება, როცა შენ პრეტენზიები უკვე კაცთან აღარა გაქვს, იმიტომ რომ შენ გვაქვს პრეტენზიები მამაკაცებისთვის, ხო? აი ამას არ აკეთებ, იმას არ აკეთებ, შენ მე არ მაბედნიერებ, შენ მე არაფერს არ მიკეთებ. ну ეხლა თუ თქვენ ეგეთი მიდგომა გაქვს და ფიქრობთ, რომ ეს არის სწორი, კი ბატონო, ეს იყოს თქვენი სიმართლე, მაგრამ მე შემიზეგეთ, რომ თქვენი სიმართლე აი აქ შედეგს არ გაძლევს და ნამდვილად თუ თქვენი სულით, გულით თქვენ გინდათ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს მამაკაცი, რომელთანაც თქვენ ბედნიერი იქნებით, ეს თუ არ იცი როგორ უნდა ისწავლო, იმიტომ რომ მე გეუბნები მაგას მე სულ სწავლობ და სულ ყოველდღე ვიძიებ საინტერესო ინფორმაციას, იმიტომ რომ უფრო და უფრო მინდა რომ ჩემი ცხოვრება იყოს კარგი და აი აქაც არის ზუსტად ისწავლე, ნახეთ, ისწავლე შენი ცხოვრება შეიცვლება, ნახეთ პენტაკლები მოდის და ტუზები, სუბტუზები მოდის, ნახეთ ტუზები, რომ გეძლევა შანსი იმისთვის, რომ შენ კონდეს სიყვარულიც და ფულიც რა. მთავარია ისწავლო და მთავარია ეს შენი ძველი პროგრამები ბოლოს დაამუშაო და შენი თავი მოიპოვო და აგერ არის შენი სიყვარული, გამიგეთ, მაგრამ ნუ თუ სწავლა არ გინდა, აქ ნამდვილად არა, აქ უნდა ისწავლოს ადამიანმა. ზოგი, ანუ აქ გაიყო ესე იგი ჩვენი დღევანდელი გაშლა, ზოგი არის უკვე ვინც არის მაგ გზაში და ნამდვილად უკვე მალ-მალე მიაღწევს იმას, რომ უკვე მართლა შევა ისეთ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ნახეთ, როცა შენ პრეტენზიები არ გაქვს შენს თავთან და არა შენს პარტნიორთან, აი მაშინ უკვე ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ შენ უკვე პარტნიორს თუ შენ იღებ უკვე ისე რომ თქვა ეს მე მეხმარება ეს ადამიანი, ხო? ანუ რა უნდა გავიგო,
და აი მაშინ კი, იმიტომ რომ შენ შეგიძლია მილიონი კაცი შეცვალო, მაგრამ შენ თუ არაფერი შეიცვალა, არაფერი გამოგივა და ყოველთვის რო ციტიმი უშვი რომ იმის პარტნიორისკენ არაფერი გამოგივა დამიჯერეთ რა. და რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა იზრუნო შენ შინაგან მდგომარეობას, იმიტომ რომ შენ ხარ ქალი. და ქალთან მოდის ყველაფერი მის ენერგიაზე და ამიტომ აქ ახლა გაგვეყო ჩვენ ახლა სიტუაცია რომ ზოგი არის უკვე გზაშია, ზოგი არ იცის და არც შეიძლება არც ეცდება. ნახოთ ახლა ჩვენ ანუ როგორ მოქმედებს აი თქვენი აი ესეთი ენერგია თქვენს ურთიერთობაზე და თქვენს მამაკაცზე. აი თქვენს ურთიერთობაზე როგორ მოქმედებს თქვენი აი ასეთი ენერგია. მოდით ვნახოთ. როგორ ვნახოთ? აი აქ ნახეთ თქვენ ნამდვილად აი თქვენს მამაკაცზე გამოვიდა თქვენი ეგრევე. აქ ნახეთ რა ხდება. აქ ნამდვილად უკვე მე შემიძლია გითხრათ რომ პირველ რიგში შეიძლება ის ადამიანი რომელიც ნამდვილად უკვე თქვენთან არ არის აი როგორი იცით როცა შენ შესული ხარ ასეთ ენერგიაზე ხო? აქ უკვე მამაკაცზე შეიძლება ან უნდა დაგეწიოს და უნდა წავიდეს თქვენ განვითარებაში, ან უნდა წავიდეს. გამიგეთ? და უკვე ვეღარა რა. სხვათა შორის იმიტომ ბევრი არ ვითარდება და ბევრს არ უნდა რომ თქვათ რამე ან ისწავლოს კიდე თავის თავზე, იმიტომ რომ კვეცნობიერად აქ შიში იმისი რომ მე რო რაღაცა ეხლა ვისწავლო, მე რო შევიცვალო, მე მას დავკარგავ. მაგრამ იმას არ ფიქრობს რომ რატო ჯერ პირველ რიგში რატო ფიქრობ შენ რომ ვიღაცას დაკარგავ სიტყვაზე, ხო? ანუ თუ წამსვლელი უნდა წავედეს, ესე იგი რაღაცა ხდება უკვე საეჭვო, ხო? რომ ესე იგი შენ ან შენ თავში არ ახარ დარწმუნებული და ან გრძნობ რომ არ უყვარხარ ადამიანს, ხო? ამიტომ გაკ ეგეთი ეჭვები, ხო? და ეხლა თუ ვინმეს არ უყვარხარ, რა გინდა ასეთი ურთიერთობა, მოდი აქედან დავიწყოთ, ხო? და არ უყვარხარ, შეიყვარე ჯერ შენი თავი, იმიტომ შეიძლება არ უყვარხარ. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ მე ამას გეუბნებით თქვენ რომ აი აქ ეგეთი მდგომარეობა და ამიტომ ზოგს ეშინია რომ მე დაუშვოთ რომ მე რო შევიცვალო, მე რო განვითარდე, მე რო თქვათ უფრო მეტი შემოსავალი მქონდეს და რო დავკარგო, ეს უკვე სხვა თემა არის ამაზე ჩვენ კიდევაც ტრენინგზეც შევეხეთ ამ თემას და ეხას უკვე კურსზეც ნამდვილად ღრმად ვიმუშავებთ რა, იმიტომ რომ გოგოებს დიდი მადლობა მითხრეს ბევრი თემები, რომელიც აინტერესებდა და ნამდვილად მაგაზე ვიმუშავდა. აი აქ გეუბნებით, აქ არის სიტუაცია, რომ შეიძლება თქვენი ადამიანი აქ შეიცვლება და თვითონაც დაფიქრდება, რომ აი გეუბნებით ორი ვარიანტი მაჩვენეს აქ, ზოგი წავა საერთოდ თქვენი ცხოვრებიდან და ზოგი დაფიქრდება და წავა განვითარებაში, ხო? ეხლა პირადი გაშლა ჩვენ აქ არ აგვაქვს, ამიტომ ეხლა მე გეუბნებით თქვენ აი ასეთ პასუხს რა. როგორ თან ამ დროს მე ვკითხე თქვენ ურთიერთობაზე როგორ იმოქმედებს და დაფიქრდება აქ სხვათა შორის ადამიანი თქვენი მამაკაცი აქ დაფიქრდება, პარტნიორი მოდით ასე ვთქვათ, რადგან გოგოებზე მაქვს ლაპარაკი, ქალთა კოუჩი ვარ და ამიტომ უფრო გოგოებზე მაქვს მე ახლა აქცენტი რა. და ბიჭებისთვის შემიძლია იყოს ესეთი ინფორმაცია, რომ თქვენი ქალი თუ თქვენი გრძენით რო იცვლება, თქვენს ადრე თუ გვიან მოგინდებათ რომ მას დაეწიო და ამიტომ თქვენ თვითგანვითარებაში წახვალთ ცოტა მაინც რომ ეს იქნება იმათი, ვისაც თქვათ ნამდვილად არ უნდა დაკარგვის, ხო? თქვა თავისი ქალის და უნდა რომ დაეწიოს მას, გამიგეთ? და თვითონ პირადად მამაკაცზე როგორ მოქმედებს ეს თქვენი ენერგია, ვნახოთ ახლა ჩვენ. ძალიან მაგრად. ეს ადამიანი ნახოთ გამოდის საიდან, იცით? ანუ მასში ემატება ენერგია, ძალიან დიდი ენერგია მატულობს მასში, როცა ქალი არის აი ესეთ უძლიერეს ენერგიაში, ნამდვილად უნდა რომ თქვათ, მანაც აი შეიძლება ნელა მოყვებოდეთ, მაგრამ ეს სინელიც უკვე მის დამთავრდება. ნახეთ, იმიტომ რომ უკვე კი ბატონო, თქვენი ენერგია ისე უკვე მასზე იმოქმედებს, ისე რომ მაგასაც ექნება წინსვლა. ნახეთ, როცა შენ ნელა ქალი არის წამყვანი, ხო? როცა ქალი თვითონ ხან მერყეობს, ხან ფიქრობს რა არ მინდა, ვიცი, არ ვიცი, ვისწავლო, არ ვისწავლო, სისულელი რაღაცა, აი ამ ჭაობებში რო ტრიალებს ქალი და არა იმას იძახოს, რომ მოდი ვისწავლო, გავიგო, არ ვიცი, მინდა, მაინტერესებს, მასწავლეთ, რა ხდება, ღმერთო ჩემო, მინდა ეს ბედნიერი ცხოვრება და რა გავაკეთო და იწყებს, ხო?
აი ეგრევე მერე უკვე კაციც ნამდვილად აი თუ რომელიც თქვათ უნდა მაგასაც უნდა თქვენთან ყოფნა ხო ეს აუცილებლად იცვლება და რაღაცა მისი უკვე ნელინა ბიჯები იქნება უკვე ჩქარი ამთავრ ანუ უფრო ჩქარა მიდის გამიგეთ იმიტომ რომ უკვე უფიქრდება რომ შენში რაღაცა სხვა არჩევანს უკვე აკეთებს იმაზე რომ მეც მინდა შენთან ერთად ყოფნა და ამიტომ მეც რაღაცა უნდა შევცვალო ჩემში ხო მიმიხვდა და რაც თქვენ უფრო დიდხანს იმერყევებთ უფრო დიდხანს იჯდება ეს თქვენი კაცი და არ გაინძრება თქვენ დაიწყებთ რაღაცა თქვენს თავზე მუშაობა თქვენი მამაკაციც აუცილებლად შეცვლის ენერგიებს და აუცილებლად რა თქმა უნდა თქვენი ქალური ენერგია მასზე ძალიან მოქმედებს და გამოვა ეს ადამიანი კიდევაც შიშებიდან თუ რამე შიშები აქვს ხო ანუ რას ეხება წინსვლაზე თუნდაც აქ სხვათა შორის არის კიდე როგორი მომენტი შეიძლება კიდე ვინც იყავით თქვენ მანძილზე აქ შეიძლება ეს ადამიანი იყოს შეჩერებული თქვათ სამყარო მაგას ცოტას აჩერებდა თქვენამდე არ უშვებდა და ხშირად ჰქონდათ სიტუაციები როცა თქვათ მიდი მოდი ვარ ხო ხდებეთ რა ან დაუშვ ადამიანი ვერ მოდი მანძილზე უფრო ხო იცით ახლა ეს ურთიერთობები ჩვენ კი ბევრი განვიხილია მაგრამ აი აქ უფრო ნახეთ თითქოს ამ ადამიანს აბრუნებენ თქვენთან რატო იმიტომ რომ თქვენი ენერგიები აქ შეიცვალა და ამასაც უნდა თქვენთან ამ გემრიელ ენერგიებში ყოფნა გამიგეთ იმიტომ რომ ესეც ფიქრობს უკვე რომ ნამდვილად ესე იგი როგორ არის იცით თუ დაუშვათ უკვე მიდის ეს თქვათ ხო არიან ეხლა ამ თემას არ განვიხილავთ ამ წუთში ჩვენ ღრმად მაგრამ აი ხო არის სიტუაცია რომ თქვათ აი უნდა წავიდე ან შეიძლება ვერ ვჩერდებოდი შენთან ვერ ვჩერდები დაუშვათ ხო აი აქ ეს სიტუაცია დამთავრდება რომ ვერ ჩერდება ეს ადამიანი შენთან იმიტომ რომ უკვე შენგან რომ მიდის დაუშვათ ხო თქვათ სადაც მიდის ხო უკვე ხდება რომ ისე უკან იყურება გამიგეთ იმიტომ რომ უკვე ეს ენერგია თქვენი არის უგემრიელესი და ეს ენერგია მას აბრუნებს უკან და უფრო მოდის შენთან და უფრო შენთან უნდა ყოფნა მეტად ხო იმიტომ რომ უზომოდ კარგად გრძნობს თავს შენი სექსუალური ენერგიაც მაგას იმდენ სიამოვნებას აძლევს და იმდენ სურვილს რომ კონდეს მასში წინსვლა რომ აი ბევრი რა პრობლემებიც აქვს და რაც კაროჩე აი ყველანაირად თქვენ მუშაობთ მაგრამ ანუ თქვენი ენერგიის მიმოცვლა ძალიან მაგრად მუშაობს ამ ადამიანზე რომ იცოდეთ და უკვე ის სირთულეები რომელიც აი მთავრდება მერყეობაც მთავრდება აქ რაღაცა სიტუაცია თქვენ ნახეთ ხსნით აი ამასში ხსნით თქვენ რაც იყო მასში ჩაკეტილი თუ მას არ ქონდა წინსვლა თუ მას არ ქონდა დაუშვათ აი თქვენთანაც აი არ იყო თქვათ გინდოდათ ერთად გეცხოვროთ მაგრამ რაღაცა დაბრკოლებები იყო აქ იცოდეთ რომ თქვენ რო უკვე აი ეს მსუბუქი ენერგია რო უკვე საყვედურებს არ ვეუბნები სიყვარულს ვაძლევ იმიტომ რომ ვიცი ეს საყვედურებიც ახლა დამუშავე და რაღაცა ხა ძალიან წავალ ღრმად არ წავალ უბრალოდ გეუბნებით რომ ეს ძალიან მოქმედებს და რაც შენ უფრო და უფრო მალე თუ გინდა რომ სიტუაცია მოწესრიგდეს შენ აუცილებლად თვითონ არ უნდა იჯდა აი ეს მეუღებელ მდგომარეობაში რომ ეს ყველაფერი სისულელეა და ამიტომ გეუბნებით შენ პირიქით უნდა გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან და დაიწყო წინ ყურება და შენი მამაკაციც ნამდვილად აი მართლა იცვლება ძალიან მაგრად იცვლება კი აქ რაღაცა გაკვეთილი კი თქვენგან ანუ ესე იგი ნახეთ თქვენ ხართ მისი შანსი მაგას ხდება ეს ადამიანი და აქ მაგრად ხდება რომ ანუ მხოლოდ ეს ხალი მინდა მე სერიოზული ურთიერთობისთვის მხოლოდ ეს ხალი არის ჩემთვის ყველაფერი მხოლოდ ეს ხალი მე მიყვარს და მხოლოდ ამ ხალთან მინდა მე ყოფნა ყველა ვარიანტში აქ არის კი აქ არ გამიკვირდება რომ ვიღაცა შეიძლება დაჟე შეიძლება ვიღაცა ან ჯვარს დაეწერს ან კორწინება იქნება იმიტომ რომ დაკარგვა თქვენი არ უნდა როცა მამაკაც აი ნახეთ კი გულით არჩევანი საერთოდ როცა მამაკაც არ უნდა შენი დაკარგვა ეხლა ჩვენთან უკვე თანამედროვ საზოგადოებაში ეხლა კი აღარც არის იმდენად მიღებული ხელის მოწერა და რაღაცა ყოველ შემთხვევაში დაფიქრდება იმიტომ რომ უკვე იმისათვის რომ აი ჩემია და არავის არ მივსცემ და
ამიტომ ახლა აქ მე არ გამიკვირდება, რომ ვიღაცასთან მოვა და წინადადებასაც გეტყვის, რომ გამომყევი ცოლად, იმიტომ რომ ეს ადამიანი დიდი ხანი კი იყო მარტო ეწინააღმდეგებოდა თქვათ იმას, რომ აი მე თავისუფალი ვარ, მე მინდა ჩემთვის, მე ისე კარგად ვგრძნობს თავს მარტო, ნამდვილად, აი არ მინდა არანაირი არავისთან არაფერი, მაგრამ აი ამ პროგრამებიდან ეს ადამიანი გამოდის, იმიტომ რომ ეს სიყვარული, რომელიც არის მასში, ძალიან მაგას ცვლის, კი ბატონო და ეს ადამიანი ნამდვილად გრძნობს, რომ იქ ამ ქალთან, რომელიც მე მიყვარს, ხო, მასთან ვგრძნობ თავს, ეს არის ჩემი ოჯახი, ეს არის ჩემი ბედნიერება, ეს სიყვარული. აქ არის აი პენტაკლების მეფე. გოგობო, აი აქ უმრავლესობას გეუბნებით, ვინცაც აი აქ უყურებთ და ვისთვის ეს არის აქტუალური და რამე სიტუაციები დაბლოკილი იყო, აქ გახსნა იქნება, აქ იქნება მაგარი გახსნა. კი, უეჭველი, იმიტომ რომ თქვენ გახსენით რაღაცა თქვენში. ზოგის ძალიან მძიმე და ბევრი მუშაობა გქონდათ, მაგრამ თქვენ გახდეთ აქ იმპერატრიცა, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ეს ტკენები, გულის ტკენები, კაროჩე ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ თქვენს თავს მიეცეთ თქვენ უფლება, რომ მე შევიცვალე და აქ სიტუაცია იცვლება, აქ ბევრთან ის შეიცვლება სიტუაცია იმ დონეზე, რომ ყოველ შემთხვევაში სულ მცირე ეს ადამიანი გეტყვის თქვენ, რომ შენ ხარ ეს ქალი, ვისაც მე მინდა ვიყო, შენ ხარ ეს ქალი, ვინც მე მანიჭებს ბედნიერებას, შენ ხარ ის ქალი, ვინც შეცვალა თუნდაც აი ჩემი მიდგომა ბევრ საკითხზე და ნამდვილად მინდა შენთან ყოფნა, იმიტომ რომ მხოლოდ შენ მე მაძლევ ამ სიხარულს, ბედნიერებას და აი აბსოლუტურად იმას, რაც სჭირდება რა მამაკაცს და თქვენ ჯანსაღი ურთიერთობისთვის.